ყველაზე დიდი მტერი 21 საუკუნეში ბავშვის სიცოცხლისთვის რა არის? გახსოვს ამ ბავშვების სახეები? ვინც დაკარგე? ვინც დაკარგე პომასს. რატომ ეშინიათ მაგალითად ქირურგებზე უფრო მეტად ანესთეზიოლოგების მშობლებს? ქირურგები უგრძალავთ ოპერაციებ ადამიანს წყლის დალევას თუ ანესთეზიოლოგები? რატომ ცივად ხოლმე ნარკოზი და რო გამოდიან ადამიანებს? აი კანკალის შეგრძნება რატომ აქვს? ხელების დაბუჟების ფილმებში ნაჩვენები რეანიმაცია რეალურად ნამდვილი რეანიმაციისგან, სადაც შემუშავ პლანს ხოვდება. შეიძლება იმაზე მეტად დრამატული იყოს ჩვენი რეალური საქმიანობა, ვიდრე ფილმებშია წარმოდგენილი. ფარდის მიღმა, გმირების შრომა, ნაკლებად ფასდება ქირურგებისგან განსხვავებით. ანუ ეს პრობლემა დღესაც მოვაწყოთ მეტად. დააფასეთ უფრო მეტად ანესთეზიოლოგი. დღესაც გამარჯობა, პარასკევის საღამოა და ეთერშია ჩვენი პოდკასტი ექიმი მიკროფონთან. დღეს ძალიან საინტერესო თემაზე ვისაუბრებთ. ეს არის ბავშვთა ანესთეზია და რეანიმატოლოგია. და აი ეს თემა რატომ შევარჩიეთ? იმიტომ რომ ამასთან ერთ-ერთ მშობელს ვესაუბრებოდი, რომლის შულსაც ოპერაციას უკეთებდნენ და ოპერაციაზე უფრო მეტად ეშინოდა უშუალოდ ანესთეზიის ნაწილის და სწორედ დღევანდელ პოდკასტში ჩვენ ძალიან დეტალურად ვისაუბრებთ თუ რა განაპირობებს ამ შიშს, რომელსაც მშობლებს ყველაზე მეტად ეშინიათ, ეს არის ანესთეზია და დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი იქნება დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის პედიატრიული ანესთეზიისა და კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი. ძალიან საინტერესო და საკმაოდ მძიმე საუბარი გველოდება წინ. მანამდე გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი, მოიწონეთ, იმიტომ რომ ეს არის ერთგვარად ჩვენთვის ძალიან დიდი мотиваცია, რომ ახალ-ახალი საინტერესო სტუმრები წარმოგიდგინოთ ხოლმე. გიორგი, მადლობა, რომ ხარ ჩვენი პოდკასტის სტუმარი და ვფიქრობ წინ ძალიან საინტერესო საუბარი გველოდება. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. ხო, აი საუბრის დასაწყისში აღნიშნე, რომ ძალიან ბევრ მშობელს აი ჩასატარებელ ოპერაციაზე უფრო მეტად აშინებს ანესთეზია. და რატომ ეშინიათ მაგალითად ქირურგებზე უფრო მეტად ანესთეზიოლოგების მშობლებს? მოკლედ ესე რომ შევაფასოთ რა, ანესთეზიასთან მიმართებაში არსებობს გარკვეული გამოცდილებები, რომელიც მათ ამ შიშის და ასე ვთქვათ ობიექტურ საფუძვლებს აძლევს, თუმცა დღევანდელი ანესთეზია თავისი ასე ვთქვათ აღჭურვილობით, ინვენტარით და ასე ვთქვათ მონიტორინგის საშუალებებით, რომელთაც დღეს საოპერაციო ბლოკი და ანესთეზიოლოგიური ნაწილი ასე ვთქვათ ფარდის მიღმა სივრცე არის აღჭურვილი, მნიშვნელოვნად ამცირებს იმ გართულებებს და მნიშვნელოვნად არის ცალსახად შემიძლია ვთქვა შემცირებული ასე ვთქვათ ის რისკები, რომელიც ანესთეზიასთან მიმართებაში შეიძლება რომ ანუ ერთგვარად ყველაზე დაცული სივრცეა საოპერაციო ნამდვილად შემიძლია ვთქვა საოპერაციო ბლოკი მთელს სამედიცინო დაწესებულებაში. აღჭურვილია როგორც ტექნიკური თვალსაზრისით, მედიკამენტოზური თვალსაზრისით სრულად, საშუალებითაც გვაქვს იმისი ასე ვთქვათ რესურსი, რომ ნებისმიერი გართულება, რომელიც ანესთეზიასთან მიმართებაში შეიძლება იქნას დამდგარი, იქნას ნამართი, ასე ვთქვათ, და მიღებული შედეგი, რაც კიდევ ერთხელ ვამბობ, მნიშვნელოვნად ამცირებს დღევანდელ დღეს ანესთეზიასთან არსებულ ასე ვთქვათ გართულებებს და მშობლები შემიძლია დავამშვიდო, რომ დღეს ანესთეზია ნამდვილად ეს არ არის ანესთეზია, რაც იყო მაგალითად 20-25 წლის უკან, ხო? კეთილი 20-25 წლის წინანდელ ანესთეზიაზე ჩემ პირად გამოცდილებებს მოგიყვები მე, მაგრამ მანამდე მინდა გკითხო, აი ეს კითხვარი, როდესაც პაციენტი მოდის გეგმიურ ოპერაციას უკეთებ, მშობელს მაინც რაღაცა შეკითხვებს უსვამ, ხო? რაღაცისთვის ემზადები. რა არის ამ შეკითხვების ჩამონათვალი და რაში გეხმარება მათზე პასუხების გაცემა შენ? მაგალითად, აი დაახლოებით 3-4 მნიშვნელოვანი შეკითხვა რო ვთქვათ. ბატონო, ანუ ანესთეზიოლოგი ასე ვთქვათ პაციენტთან მიმართებაში აფასებს თითოეულ სისტემას. ანუ ის არ არის მხოლოდ ორიენტირებული კონკრეტულ ორგანოზე, ასე ვთქვათ ოპერაციული ჩარევის თვალსაზრისით რა. შესაბამისად, კითხვარი მოიცავს ისეთ შეკითხვებს, რომელთაც ვაზუსტებთ, ვთქვათ, გულსიზავთა სისტემის მდგომარეობას, ბავშვს აქვს თუ არა რაიმე თანდაყოლილი მანკი ან პათოლოგია, ან რაიმე ვთქვათ რითმის დარღვევები და ასე შემდეგ. თუ რაიმე ასე ვთქვათ მაგრამ ბოდიში აქ ჩაგეკითხები, აი შეიძლება მშობელმა არ იცოდეს და ბავშვს ჰქონდეს ვთქვათ რაღაცა ტიპის ისეთი ტიპის არითმია, რომელიც არ არის გამოკვლეული და არ იცის და ჰქონდეს
პირველადი შეფასების და ასე ვთქვათ ფარგლებში არის ასე ვთქვათ დამატებითი შეკითხვებიც, არის გარკვეული სიღრმისეული კითხვები. ხო, სიღრმისეული კითხვები, რის საფუძველზეც მე უკვე თუ ანესთეზიოლოგს უჩნდება ასე ვთქვათ კითხვა ამ მიმართულებით, ვაზუსტებთ უკვე სხვა კვლევების საშუალებით, თუნდაც კარდიოσκოპიის, კარდიოგრამის და ასე შემდეგ. ალბათ კარდიოგრამას ისედაც ვიღებთ, ხო? ბატონო, კი, თუმცა ანუ ესე ვთქვათ ღრმა შესწავლას ასეთ მიმართულებით ვახორციელებთ იმ შემთხვევაში თუ არსებობს გარკვეული კითხვის ნიშნები ასე ვთქვათ ანესთეზიოლოგის მხრიდან. კარდიოლოგიურ მიმართულებით. ამასთან ნევროლოგიური მიმართულებით ასე ვთქვათ ხდება შესწავლა, კითხვარი მოიცავს ასევე სასუნთქი-გზების მიმართულებით გამოკითხვას, ვაზუსტებთ ვთქვათ როგორი ავადობის ისტორია აქვს პაციენტს, რამდენად ხშირად ავადობს რესპირატორული ინფექციების ანატომიურ თავისებურებებს რა მნიშვნელობა აქვს? პირის ღრუს ანატომიურ თავისებურებებს ასე ვთქვათ, ანუ მართვის სუნთქვაზე გადაყვანისთვის აქვს ღირებულება და მნიშვნელობა, შესაბამისად ვაფასებთ მას ეგრეთ წოდებული მალამპატი შკალით და შესაბამისად უკვე ვემზადებით იმისთვის როგორი სირთულის იქნება ასე ვთქვათ სასუნთქი გზები სამართავად ანესთეზიოლოგიური თვალსაზრისით. თუმცა ნუ ბავშვებს და განსაკუთრებით მცირეწლოვან პაციენტებზე მაქვს საუბარი, იქ უკვე თავისი ანატომიური თავისებურებებიდან გამომდინარე ითვლება რომ უკვე შედარებით რთული სასუნთქი გზებია მისი ვთქვათ ენის და თავის გარშემოწირების შეფარდებებთან მიმართებაში, ანუ პირის ზღვრს მოცულობასთან მიმართებაში, თუმცა მზაობა ამ მიმართულებით ყოველთვის არსებობს, სხვადასხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, არის ვთქვათ ვიდეოლარინგოსკოპი და ასე შემდეგ, რომელთაც ის სირთულეები, რომელიც პირობითად აი როგორც წეგან აღნიშნეთ რა 20-25 წლის წინ იყო წარმოდგენილი, დღეს ეს საკითხები უკვე მნიშვნელოვანია. შეიძლება ანატომიური დეფექტი ქონდეს ბავშვს რაღაცა ნაპრალი ვთქვათ და ამ შემთხვევაშიც ეს ბუნებრივად ფასდება და სპეციალური ხელსაწყოები და მოწყობილობებით ვახორციელებთ სასუნთქი გზების მართვას, კი ბატონო, დახვეწილ მართვას მოდი ესე შევხედოთ. ანესთეზიოლოგების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შეკითხვა არის ხოლმე, ხომ არ ქონია განვითარებია მას ალერგიული რეაქცია ესე ახლა, ხო? კი. ვაფასებთ ხოლმე სვამთ კითხვას, რა თქმა უნდა, ალერგიასთან მიმართებაში, სხვადასხვა პროდუქტების მიღებასთან მიმართებაში, რა გამოცდილება აქვს ზოგადად მედიკამენტების გარკვეულ ტიპის, თუნდაც ანტიბიოტიკების და ასე შემდეგ საშუალებების გამოყენებაზე. თუმცა კიდევ ერთხელ შეიძლება ვთქვათ ესეთი რაღაცა, რომ რეალურად ეს კითხვარი არის უბრალოდ მომზადება და შემზადება იმისთვის რა პოტენციური მოსალოდნელი ხო, იმიტომ რომ ალერგიასთან მიმართებაში ერთ რემარკას გავაკეთებ, აი განსაკუთრებით სტომატოლოგებს უყვართ ხოლმე და რომ აი ბავშვს როდესაც იღებენ, უშვებენ რაღაც ალერგო ტესტებს აკეთებინებენ, ადრე იყო ლეიკოციტოლიზი, გახსოვს ესეთი რაღაცა სრული ხო, უმეცრება. არ არსებობს ესეთი ტესტი, რომ ეს ბავშვის ალერგიული რეაქცია შეაფასო, რომ არ აქვს თუ არა, იმიტომ რომ ალერგიული რეაქცია შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ მომენტში და წელიწადის სხვადასხვა დროს სხვადასხვა გამღიზიანებელზე შეიძლება იმ მოქმედოს აქტიურად ჩვენმა იმუნურმა სისტემამ, რომელმაც შეიძლება ალერგია გამოიწვიოს. ამიტომ ეს არის რაღაც კომუნისტური საბჭოთა მიდგომა და ნებისმიერი ექიმი, ეს იქნება სტომატოლოგი, ანესთეზიოლოგი, რეანიმატოლოგი თუ სხვა ნებისმიერი დარგის ექიმი მზად უნდა იყოს, რომ პოტენციურად ყველა პაციენტი უნდა განიხილოს იმისთვის, რომ მას შეიძლება განუვითარდეს ალერგიული რეაქცია და ის რომ ადგილზე მართოს, თორე ხა უშვებენ ერთი სტომატოლოგები უშვებენ ლაბორატორიაში წადიეს, გამიკეთე ეს ტესტი მომიტანე, მე ის ტესტი არაფრის მაქნისი არ არის. ბატონო არაფრის მაქნისი არ არის. ეს არის უმეცრება, რომელსაც დღემდე ქართველი ექიმების რაღაც ნაწილი ჩადის ხოლმე. კი, ანუ ეხლა ეგრეთ წოდებულ ალერგიულ სინჯებთან მიმართებაში შეიძლება ესე ითქვას რა, რომ ალერგიული სინჯები ანესთეზიოლოგიური მართვის თვალსაზრისით არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს. კვლევების საფუძველზე რეალურად შეიძლება თამამად ითქვას, რომ ის არ იცავს მას ალერგიული რეაქციის განვითარებისაგან, შესაბამისად ხშირ შემთხვევაში და ზოგ შემთხვევაში კიდევ პირიქით ეს სინჯი შეიძლება გახდეს მაპროვოცირებელი ალერგიული რეაქციისა, რომელიც ვთქვათ იმ კონკრეტულ სიტუაციაში შეიძლება არც გამოვლენილი იყო. თუმცა ანუ წეღანა ზევითაც აღნიშნეთ რა, საოპერაციო ბლოკი არის ეს ყველაზე დაცული სივრცე იმისთვის, რომ სწორედაც რომ თუნდაც ალერგიული რეაქცია და ასეთი ტიპის გამოვლენებები და გართულებები, რომელიც ეგრეთ წოდებული გართულებები, რომელიც
ანესთეზიასთან შეიძლება იყოს რომ ასოცირებული. იყოს ჯეროვნად მართული და პრევენცია მაქსიმალურად რომ იქნას მიიღებული მაქსიმალურად. უყურე, აი ჩვენ წარსულ ანესთეზიებზე ვსაუბრობდით და ნუ ეს შიშებიც მეტწილად გამ პირობებულია თქვათ იმ ანესთეზიებისგან, რომელიც 20-30 წლის უკან არა მარტო შეიძლება მოდი ცოტა 15 წლის უკანაც ხდებოდა ხოლმე, ხორციელდებოდა ხოლმე პაციენტებს. ჩემი ერთ-ერთი ყველაზე ცუდი გამოცდილება ბავშვობის, აი აპენდექტომია გავიკეთე, ჭიაყელანაწლავის ოპერაცია და მახსოვს ყველაზე მეტად გამიჭირდა მშობელთან დაშორება, სანამ პალატიდან გადამიყვანდნენ საოპერაციო ბლოკში და ყველაზე შაშინლად მახსოვს, აი დღემდე მესიზმრება, აი საოპერაციო ლიფტის კარი რო იყედება და იმის იქით მშობელს რო ხედავ და ის მშობელიც ნერვიულობს, შენ სტირი ხარ. და ესე ვიღაც ექიმებს, რომლებსაც ნიღბები უკეთიათ, აბსოლუტურად რაღაც რობოტ წარმონაქმნებს შეყავხართ საოპერაციოში და ნუ გეშინია წად. ახლა ეს როგორ ხდება, რამდენად დაცულია ამ თვალსაზრისით ბავშვის ფსიქოემოციური ფონი, რომ აი პალატაში ხომ არ ხდება უფრო მეტად რაღაცნაირად შემზადება, რომ თუნდაც რაღაც ზედაპირულ ძილში შევიდეს პაციენტი და აი ეს სტრესი, მშობელთან დაშორების სტრესი არ გაიაროს. კი. ოპერაციულ სივრცეში მშობელთან ერთად ვახორციელებთ ასე ვთქვათ, როგორც აღნიშნეთ რა, სუქი საძილე საშუალებების მიწოდებას, რის ფონზეც უკვე ეს ასე ვთქვათ სტრესი, რომელიც შეიძლება ბავშვმა მიიღოს საოპერაციოში შესვლისას, მინიმუმამდე იქნას დაყვანილი. შესაბამისად უკვე ბავშვი მშობლებთან გაშორების მომენტს განიცდის უფრო ფაქტიურად არ გადის, იმიტომ რომ მედიკამენტოზური ძილის მდგომარეობაში ხდება საოპერაციო ბლოკში. შესაბამისად ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად დღევანდელი მიდგომა სწორედ ეს ამ მიმართულებით არის, რომ ეს დაშორება მშობელსა და ბავშვის შორის იყოს ძალიან მინიმალური და გაგვიძებათ ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, იმიტომ რომ მე მახსოვს, როდესაც ოპერაციის მერე გამაღვიძეს სახეში სილების რტყმით, რომელიც ძალიან ცუდი იყო, ანუ კი გავიღვიძე, მაგრამ ნუ ვიღაცა ახელ თვალებს და ვიღაცა გირახუნებს ხელებს სახეში, ხო? ძალიან ცუდი ბავშვისთვის მიყოლეს. ხარ ამის შემსწრე, მომსწრე შენ? კი, მინახავს ეს გავსი რაღაცები, მაგრამ ზოგავსი პრაქტიკა, მაგრამ დღევანდელ ასე ვთქვათ პრაქტიკაში აღნიშნული ინტერვენცია, მოდი ესე დავარქვათ, ჩვენ ასე ვთქვათ პრაქტიკაში აღარ არსებობს, იმიტომ რომ ბავშვი ფაქტიურად იღვიძებს, ეგრეთ წოდებულ გაუძევას, რასაც ვეძახით რა, ანუ მართვის სუნთქვიდან გადმოსვლას მის თავის ბუნებრივ სუნთქვაზე და შვიდ მდგომარეობაში. იღვიძებს ხორმა ძილის მდგომარეობაში და ისე ხდება უკვე პოსტოპერაციულ სივრცეში, სადაც თბება და როგორც კი ვატყობთ რა ვთქვათ ბავშვი იწყებს აქტიურ გაღვიძებას, უკვე მშობელიც ჩართულია ამ გაღვიძების პროცესში. ადრე ალბათ ეს იმიტომ ხდებოდა, რომ მონიტორები არ არსებობდა, ამდენი მონიტორი არ იყო. ეხლა ყველაფერს მონიტორზე გაქვს, ყველაფერს ციფრებით უყურებ, ყველაფერი. ბევრი ფაქტორია, კი, რა თქმა უნდა, მაგრამ ანუ კვლევების შედეგებზე არის ეს ყველაფერი, ანუ ეს არ არის თქვათ რაღაცა ვინმე სუბიექტური, ანუ არჩევანი. ანუ თანამედროვე ანესთეზიოლოგი ბავშვს გაღვიძების დროს აღარ ცემს, ხო? თანამედროვე ანესთეზიოლოგი ბავშვს გაღვიძების დროს აღარ ცემს ნამდვილად. კეთილი, გიორგი, რამე ცდილობს მაქსიმალურად შეამციროს მისი სტრესი. აი ჩაძინების მომენტიც იყო ხოლმე, ყოველ შემთხვევაში დიდებშიც ასეა, რომ რაღაც ათვლევინებენ და 1 2 3 6 7-ზე მიდიხარ უკვე გაძინება. აი ბავშვებში როგორ არის თუ ბავშვმა თვლა არ იცის მაგალითად, აი რას ეუბნები, როგორ რა მოქმედებაზე გადის ხოლმე ის იძინებს. როგორც ახლა ზევითაც აღნიშნეთ, ფაქტიურად საოპერაციო ბლოკში ბავშვი შედის ნახევრადმძინარე მდგომარეობაში. შესაბამისად, აი თვლა ნაკლებად, ალბათ უფრო და თქვენი სეგმენტი მაინც 18 წლამდე კონტინგენტია და მოზრდილები რამდენ თვლაზე აძინებთ მოზრდილებს? 5, 6, 7 და ნუ მოკლედ უკვე გძინავს 7 ძილით. უბრალოდ ხო, ანუ რაც აღნიშნე, ფაქტიურად პაციენტი თუნდაც მოზრდილი, ანუ პრემედიკაციის, ანუ ეგრეთ წოდებული სუბუქი
ასე ვთქვათ, საძილე საშუალებების მომზადების, ასე ვთქვათ, ანესთეზიის მისაღებად მომზადების გარეშე ფაქტურად საოპერაციო შეახდება. მოდი ანესთეზიაზე კიდევ რამდენიმე შეკითხვას დაგისვავ და მე ჩემს საყვარელ მიმართულებაზე რეანიმატოლოგიაზე უნდა გადავიდეთ. ანესთეზია ერთგვარად მხოლოდ ძილი არ არის, ის არის ტკივილის კუპირება, რომელიც ვთქვათ, რომელსაც ქირურგი ახორციელებს ხომ და იმ ქირურგის ქმედებები შეიძლება იყოს ძალიან ტკივნეული. როგორ აკონტროლებ შენ ძილში მყოფი პაციენტს ტკივა თუ არ ტკივა? რა პარამეტრი გაანსაზღვრავს ამას, რომ აი ხო, ეხლა შეიძლება ეთკინო, ტკივა, მოუმატო მედიკამენტი დააკლო. ანესთეზიოლოგი ასეთ შემთხვევაში მოკლედ მოდი ესე დავყოთ. ძალიან დილეტანტური შეკითხვა ხო არ დაგისვა? არა. ანუ არსებობს სხვადასხვა მონიტორინგის საშუალებები, მათ შორის არის ეგრეთ წოდებული ბისპექტრული მონიტორინგის საშუალება, რითაც ვაფასებთ ძილის სიღრმეს, მაგრამ ამის გარდა არსებობს სხვა ჰემოდინამიკური, ანუ მაჩვენებლები, მათ შორის არის პულსი, ვთქვათ, წნევა და ასე შემდეგ. თუმცა ანესთეზიოლოგმა იცის ყველა ოპერაციის, ასე ვთქვათ, ეტაპობრიობა. და შესაბამისად მე ყოველთვის მაქვს მზაობა შემდეგი ეტაპზე გადასვლისას მოსალოდნელი ტკივილის, ასე ვთქვათ, სიღრმისა. და დღეს ყოველ შემთხვევაში ეს მონიტორინგის საშუალებები, რაც წეგანზეც აღნიშნე ხო, გვაძლევს საშუალებას, რომ რეალურად შევაფასოთ ქირურგიული ძილის სიღრმე, რაც უკვე პაციენტს ფაქტიურად პაციენტთან მიმართებაში გვაძლევს მისი, ასე ვთქვათ, მართვის საშუალებას, მისი ძილის სიღრმე თუ შეგრძნებები ვაკონტროლოთ და მართოთ. ანუ რაც თქვით ახლა ანალგეზიასთან მიმართებაში, ანუ მიდგომები დღევანდელი თანამედროვე ანესთეზიოლოგისა ძალიან განსხვავებული არის, ვთქვათ, რომ ვისაუბროთ ამ მიმართულებით, რეალურად სხვადასხვა მიდგომებს ვიყენებთ, ასე ვთქვათ, მულტიმოდალური ანესთეზიის ტიპებს ვიყენებთ პედიატრიული პაციენტების მართვაში და შესაბამისად უკვე ის რაღაცა გარკვეული კომბინაციები მნიშვნელოვნად ამცირებს ინტრაოპერაციული, ასე ვთქვათ, ტკივილის აღმოცენების რისკებს და შესაბამისად ამის მართვა, ასე ვთქვათ, ყველა ჯერზე ანუ დამატება მოკლების საჭიროებას ნამდვილად აღარ აყენებს. ხო, ეს იმათთვის, ვინც არ იცის, რომ ანუ ბავშვ ოპერაციის დროს ნამდვილად არაფერი არ ესმის, ვერ გებულობს, არ ტკივა და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მედიკამენტები მოიცავს ამ ყველაფერს, ანუ ხშირად როგორ ხდება ხოლმე, იცი, რომ ადამიანს, ვისაც ნარკოზი, ეგრეთ წოდებული ნარკოზი აქვს გამოვლილი, ძალიან ისე მაგალითად იძინებს, იღვიძებს და უცბად ოპერაცია გაკეთებულია და ის დრო რასაც ანესთეზიის ქვეშ ატარებს, ძალიან მალე სწრაფად გადის. რატო ხდება ეს, რამე ახსნა აქვს ამ ყველაფერს? შეიძლება ოპერაცია 12 საათი გრძელდებოდეს, შეიძლება 8 საათი გრძელდებოდეს, მაგრამ ახსოვს ადამიანს, რომ აი ჩაიძინა რაღაცა და გაიღვიძა და ოპერაცია უკვე გაკეთებულია და ხშირი შეკითხვა ხოლმე, რომ უკვე მორჩით? კი ბატონო. კი, ანუ აღნიშნეთ ესე იგი ეგრეთ წოდებული ჰიპნოზის, ასე ვთქვათ, საჰიპნოზის საშუალებები, ანუ მედიკამენტები, რომელთაც ვიწვევთ, ასე ვთქვათ, რეტროგრადულ ამნეზიას, არის ესეთი მედიკამენტები, რომელთაც შეგვიძლია რომ აღნიშნული მივახციოთ, მაგრამ ამასთან ერთად, ანუ ანესთეზიის და ეგრეთ წოდებული ნარკოზის პირობებში ცნობიერი სტატუსი პაციენტისა, რა თქმა უნდა, ასე ვთქვათ, ჩახსნილია, შესაბამისად მისი მეხსიერება იწყება ოპერაციის დასაწყისამდე და შემდეგ უკვე, ასე ვთქვათ, მისი ცენტრალური ნერვული სისტემა იწყებს იმ, ასე ვთქვათ, მომენტის მიბმას, საიდანაც უკვე ის გახდა ცნობიერი. შესაბამისად, ანუ ჩვენ მედიკამენტების და ასე ვთქვათ, საანესთეზიო საშუალებების გამოყენებით ამ პროცესს მართავთ, სწორედ იმიტომ, რომ მისთვის არ იყოს დისკომფორტის და ტკივილის შემცველი, ასე რომ ქირურგიული, ასე ვთქვათ, ძილი, ეგრეთ წოდებული ქირურგიული ძილი გვაძლევს ამის საშუალებას, რომ ეს ამბავი ესე იყოს ორგანიზებული. ხო, ერთი შეკითხვა კიდევ, ოპერაციის შემდგომ ადამიანებს ცხოველური წყურვილის სურვილი უჩნდებათ ხოლმე და ეხლა აქ დამნაშავე ვინ არის, ქირურგები უკრძალავთ ადამიანს, ნაოპერაციებ ადამიანს, წყლის დალევას თუ ანესთეზიოლოგები?
ანესთეზიოლოგები უგრძელავთ. თქვენ ხართ ის საშინელი ხალხი, ხო? ჩვენ ანესთეზიოლოგები უგრძელავთ ასე ვთქვათ, წყლის მიღებას, როგორც პრეოპერაციულად, ისე ოპერაციამდეც და ოპერაციის შემდეგ. კი ბატონო, ოპერაციამდეც და ოპერაციის შემდეგ. ანუ და მიზეზი რა არის? მიზეზი არის ის, რომ ასე ვთქვათ, სასუნთქი გზების მართვის უზრუნველყოფის დროს არსებობს გარკვეული რისკები იმისა, რომ სავსე კუჭის მდგომარეობაში მოხდეს პირებინება და პინაღების მასების სასუნთქი გზების გადაცდენა. შესაბამისად, აღნიშნული რომ მე მაქსიმალურად ასე ვთქვათ, ავირიდოთ თავიდან. შესაბამისად, ჩვენც ასე ვთქვათ, ვაძლევთ პაციენტს რეკომენდაციას, რომ არ მიიღოს სითხე გარკვეული დროის განმავლობაში. თუმცა აღნიშნული მნიშვნელოვნად შეამცირა სითხის ასე ვთქვათ მიღებამ ანუ დრო რომელიც ვთქვათ რამდენიმე 10 წლეულის წინ იყო ძალიან ფართო და ასე ვთქვათ ხანგრძლივი ოპერაციამდე პერიოდი სადაც პაციენტს არ შეეძლო სითხის მიღება დღეს ეს ფაქტიურად მინიმუმამდე არის დაყვანილი სადაც 2-დან 2 საათის პარკლებში რაც პოსტოპერაციულად ასე ვთქვათ სითხის მოთხოვნილების დაუყვებელ სურვილთან მიმართებაში შედარებით კიდევ უფრო მეტად ნაკლებად არის წარმოქმნილი და პოსტოპერაციულ პირობინებასაც შეეხება, ეხლა პოსტოპერაციულ პირობინებასთან მიმართებაში პრევენციულად უკვე ვიყენებთ საშუალებებს, მედიკამენტებს, რომელთაც ვაპრევენცირებთ პოსტოპერაციულ პირობინებას, ანუ ის რაც ასე ვთქვათ სითხის არ მიღებასთან არის დაკავშირებული, ძირითადად მაინც უფრო ასე ვთქვათ ჩაძინების პერიოდისთვის არის მნიშვნელოვანი, ვიდრე უფრო პოსტოპერაციული პერიოდისთვის. გიორგი, რა მინდა შეგეკითხო, იცი რომ აი ანესთეზიის შემდგომ ადამიანების დიდ ნაწილს, მათ შორის ბავშვებსაც უსყდებათ ტუჩები, ნახეთქები უჩდებათ ხოლმე, აი ტუჩის კუთხეში და აქვთ ხოლმე ყელის ტკივილი. რატო? ნარკოზის ეგრეთ წოდებული ნარკოზის მდგომარეობაში, ანუ ზოგადად ბალანსირებული ანესთეზიის წარმოებისას ხდება პაციენტის გადაყვანა მართვით სუნთქვაზე. ანუ მექანიკურად ვენტილაციაზე, ხო? შესაბამისად აღნიშნული ინტერვენციების დროს ხდება წოდებული ასე ვთქვათ მილების გამოყენება, რომელიც ასე ვთქვათ ინტუბირდება სასუნთქი გზები. შესაბამისად ტკივილი და დისკომფორტის ამ манипуляციების ასე ვთქვათ შედეგად არის აღმოცენებული, თუმცა რამე არ არის გაუმჯობესება. დღევანდელი მიდგომით ჩვენ ვიყენებთ გარკვეულ ლუბრიკანტებს, ეს ვთქვათ, რომელიც შეიცავს ადგილობრივ საანესთეზიო საშუალებებს და ეს ტკივილი და დისკომფორტი მაქსიმალურად მინიმუმამდეა დაყვანილი დღევანდელ დღეს, რომელიც ვთქვათ ადრე ინტენსიურად იყო წარმოქმნილი. ასე რომ მიმართულებით, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ხო, ანუ მექანიკურად ეს ენდოტრახეალური ნარკოზი, ეს მილი ხო, ეს არის სასახად მილთან ასოცირებული და ეს 2-3 დღეში თვითონ გადის. ხო, როდესაც უკვე პაციენტი იწყებს აქტიურ სითხისა და საკვების მიღებას, მე უკვე რატომ ცივად ხოლმე ნარკოზი და რო გამოდიან ადამიანებს, აი კანკალის შეგრძნება რატომ ხელების დაბუჟების მაგალითად, აი ამ ადგილების. არა, ხელების დაბუჟების შეგრძნება, საოპერაციო მაგიდაზე მათი პოზიციონირების შედეგად შეიძლება იყოს წარმოქმნილი, თუმცა ჩვენ ქირურგებთან ერთად მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ პაციენტს მივცეთ ისეთი პოზა და ისეთი ასე თქვა მდებარეობა, რომ და გარკვეული ასე თქვა საშუალებების, ბალიშების და ასე შემდეგ გამოყენებით, რომ აღნიშნული ჩივილი ასე თქვა დაბუჟების სახით არ იქნას წარმოქმნილი. და რაც შეეხება ხა კანკალს ერთის მხრივ რომ საოპერაციო ტემპერატურა ყოველთვის დაბალია გარე ტემპერატურასთან მიმართებაში და ამასთან ერთად მედიკამენტების ასე ვთქვათ ეგრეთ წოდებული გამოსვლის ეფექტი არის ხოლმე წარმოქმნილი შესაბამისად ეს შემცირების შეგრძნება და კანკალი არის ჩვეულებრივი მოვლენა თუმცა კიდევ ერთხელ ამბობ ბავშვებთან მიმართებაში ეს პროცესი ნაკლებად გვაქვს ხოლმე ბავშვს ყოველთვის ვცდილობთ რომ გავათბოთ და ანუ ყოველ შემთხვევაში აღნიშნული ის თქვა ჩივილები ნაკლებად არის დღეს უკვე ჩვენს პოსტოპერაციულ სივრცეში წარმოქმნილი. ამერიკაში ნახე ფოლგის ზედაპირიანი ზეწრებია ხოლმე რაღაც ეს. კი, გვაქვს ეგეთი ზეწრები, რომელთაც ვათბობთ როგორც საოპერაციოშიც, ანუ საოპერაციო ველის ასე ვთქვათ გარეთ ბავშვს აუცილებლად ვათბობთ, იმიტომ რომ ბავშვები დიდებისგან განსხვავებით კიდევ უფრო აქტიურად კარგავენ ტემპერატურას, შესაბამისად გამათბობელის ქვეშ ასე ვთქვათ არიან მუდმივად და ფაქტიურად გარდა საოპერაციო ველისა, რა თქმა უნდა და ტემპერატურას ყოველ შემთხვევაში
დაინარჩა. ერთი ასეთი შეკითხვა მინდა დაგისვა, კომუნისტების დროს იყო ასეთი წესი ხოლმე, აი მე რას გეუბნები, ვიცი, აი ძალიან ადრეულ პერიოდში, როდესაც ქირურგიც და ანესთეზიოლოგიც ფულს იღებდა ხოლმე პაციენტისგან ჯიბეში რო უდებენ ან კონვერტით რო უდებენ, ხო? ესეთი ბოდიში რუსული სლენგი მინდა გამოვიყენო, სტავკები იყო ხოლმე, რომ ქირურგს თუ აძლევდნენ პირობითად 200 ლარს, ანესთეზიოლოგს აძლევდნენ 100 ლარს. ანუ ქირურგთან შედარებით ანესთეზიოლოგის შრომასაც პაციენტი თავისი ჯიბით იხდი და უფრო დაბალი იყო ხოლმე. აი დღეს ახლა თანამედროვე განფასების პირობებში როგორ ანესთეზიოლოგის შრომა ერთნაირად არის განფასებული თუ სხვადასხვა ოპერაციაზე სხვადასხვა ფასი აქვს, სხვადასხვა ჯამაგირს იღებს ანესთეზიოლოგი. არა, სხვადასხვა ოპერაციაზე სხვადასხვა ჯამაგირს იღებს შესაბამისად ოპერაციის ღირებულების, იმიტომ რომ ანესთეზიოლოგის ხეფასით შესაბამისად პროცენტით გამოანგარიშდება და მისი შემოსავალიც აღნიშნულთან არის დაკავშირებული. თუმცა, კი, ეს მიდგომა იყო და დღესაც ასე ვთქვათ, რჩება ქართულ რეალობაში. ანუ ასე ვთქვათ, ფარდის მიღმა, გმირების შრომა ნაკლებად ფასდება ქირურგებისგან განსხვავებით. ანუ ეს პრობლემა დღესაც დააფასეთ უფრო მეტად ანესთეზიოლოგი. დღესაც დგება, თუმცა ანუ ერთი მომენტი არის ის, რომ ნამდვილად ოპერაციული გამოსავალი არ არის მარტო ასე ვთქვათ საოპერაციო უშუალო ორგანოზე მუშაობის ასე სწორი შემუშავების შედეგი, იმიტომ რომ ძალიან დიდი შრომა იწევა ანესთეზიოლოგის მხრიდან. ანესთეზიოლოგმა უნდა მართოს ნებისმიერი ქირურგიული გართულება, ეს იქნება სისხლის დაკარგვა, სისხლდენის განვითარება ოპერაციის დროს თუ სხვა რიგი სხვა პროცედურები ანესთეზიოლოგი არის. ანესთეზიოლოგი აკონტროლებს ყველა სისტემას, ქირურგი აკონტროლებს კონკრეტულ ორგანოს, რომელზეც ის მუშაობს. შენ ხარ ხო პედიატრიული ანესთეზიისა და კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ერთ-ერთი ყველაზე ძიმე განყოფილება, რომელიც არის რეანიმაციული განყოფილება, ბავშვების რეანიმაცია, ხარ იმ დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რომელიც მე მაგალითად ჩემი ნება რომ იყოს, მე არ ბერასდროს ვერ ვიმუშავებდი მსგავსი ტიპის დეპარტამენტში, იმიტომ რომ ფაქტობრივად ეს დეპარტამენტი ადამიანის ცხოვრების მეორე მხარეს, რომელიც კლინიკის მიღმა სრულებით იწოვს და ითვისებს, იმიტომ რომ სულ ახალ-ახალი სხვადასხვა მძიმე შემთხვევა გაქვს და ერთი დასრულდება, მეორე იწყება და ესე გადის მთელი ცხოვრება და ეს ადამიანები კიდე დიდხანს არ ცხოვრობენ. ხო, მე არ ვიმუშავებდი მაგალითად, მაგრამ ხო, ყველა იმ ადამიანს ვაფასებ, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაში მუშაობს. ერთი ასეთი შეკითხვა მინდა დაგისვა, სულ მინდოდა რეანიმატოლოგებისთვის დამისვა. ყველაზე დიდი ხმა, რომელსაც აპარატი გამოსცემს რეანიმაციაში, რისი ხმა? ალარმი. რა არის ეს ალარმი? ალარმი, როცა მონიტორზე არის წარმოდგენილი კრიტიკულად, ასე ვთქვათ, კრიტიკულად მნიშვნელოვანი პარამეტრი. ვთქვათ, ანგულის გაჩერება, ან სიცოცხლისთვის ფიბრილაცია, ან იმის მსგავსი. როგორი ხმა აქვს ამ ალარმს? ძალიან ცუდი. ძალიან ცუდი და ძალიან ძაფრი იმისთვის, რომ ყველამ მომენტალურად მოახდინოს მობილიზაცია მთელმა გუნდმა, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ახლა რეანიმაცია ეს ერთი, ასე ვთქვათ, ერთი ადამიანის სამუშაო სივრცე არ არის ერთ კონკრეტულ პაციენტთან, შეიძლება დაახლოებით 5 ჩემი კოლეგა ერთდროულად მუშაობდეს, გულისხმობ ასე ვთქვათ საშუალო მედპერსონალსაც, ანუ ყველას ერთდროული მობილიზაციას მოითხოვს და შესაბამისად დროულ და სწრაფ ინტერვენციებს, რომელსაც ამ ალარმის ჩართვისთანავე ვიწყებთ. რამდენ ხანში ყოველ კვირა გესმის ხოლმე ეს ალარმი თუ აი რა ინტენსივობით იწევს ამ ალარმის მოსმენა, განგაშის სიგნალის? განგაშის სიგნალის მოსმენა ბავშვთა რეანიმაციულ განყოფილებაში, ვცდილობთ რომ ნაკლებად მოვისმინოთ. ამ ცდილობის მიუხედავად ვცდილობთ რომ ნაკლებად მოვისმინოთ. ალბათ 2 კვირაში, 3 კვირაში ერთხელ. 2 კვირაში, 3 კვირაში ერთხელ. კი ბატონო. აი, ყველაზე დიდი მტერი
21 საუკუნეში ბავშვის სიცოცხლისთვის რა არის? ბავშვის სიცოცხლისთვის ყველაზე დიდი მტერი დღეობით არის ალბათ ინფექციები, ისევ ინფექციები, რომელიც ამ განსაკუთრებით ირაციონალური ანტიბაქტერიული თერაპიის გამოყენების შედეგად არის წარმოქმნილი. ეგრეთ წოდებული ანტიბიოტიკო რეზისტენტობა. ფონზე განვითარებული ინფექციები, სადაც უკვე აღარც ერთი ანტიბიოტიკი აღარ მუშაობს, რაც დღევანდელი რეანიმაციის ფაქტიურად სერიოზულ და მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს, იმიტომ რომ პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში ყონდება საკმაოდ დიდ ხანს, შეიძლება დაყონდეს მართლაც თუნთქვაზე საკმაოდ დიდ ხანს, რაც თავის მხრივ მაღალ ინფექციებთან არის ასოცირებული და იმიტომ რომ მას აქვს ისტორია არასწორი ანტიბაქტერიული თერაპიისა, მისი ასე ვთქვათ ფლორაც უკვე მერეც განსაკუთრებით შეიძლება ჰოსპიტალური ინფექციითაც დაინფიცირდეს ბავშვი და ჰოსპიტალური ინფექციები ძალიან რეზისტენტულები არიან ართულებს მას გამოსავალს. შესაბამისად კი ალბათ დღევანდელი გამოწვევა ბავშვთა რეანიმაციისა ამ მიმართულებით შეიძლება რომ ითქვას. და რომ ანტიბიოტიკო რეზისტენტობა ეს არ ვიცი არა მხოლოდ ბავშვთა რეანიმაციის მე მგონი 21 საუკუნის გამოწვევა. კი. აი რას გზნობს რეანიმატოლოგი მაშინ, როცა გულის გაჩერების შემდეგ, ბავშვის გულის გაჩერების შემდეგ კარდიოგრამაზე ისევ PQRS კომპლექსი ჩნდება. აი გამომრჩა, ხო? დიდ ბედნიერებას, სიამოვნებას იმ შენი შრომისა და იმ ადრენალინის ეფექტს იღებ, რასაც ამ შრომის შედეგად ღებულობ. სიამოვნებას, უდიდეს სიამოვნებას და უდიდეს ბედნიერებას იმისა, რომ შენ მაინც გაიმარჯვე. და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ძალიან სენსიტიური ამბობდით, რომ თქვენ არასდროს არ იმუშავდით, ალბათ განსაკუთრებით ბავშვთა რეანიმაციაში. იმიტომ რომ ეს არ არის მარტო საქმე და თქვა ეს არ არის მარტო კიდევ ერთხელ ვამბობ მედიკამენტების შერჩევა. ეს არის ძალიან დიდი და ესეთი ფსიქოემოციური კავშირი და ძალიან დიდი ემოციური სტრესი, ესე რომ ვთქვათ. რომელსაც პედიატრიული პაციენტის რეანიმაციულ საწყობზე მართვისას იღებს. შესაბამისად, ის შედეგი, როცა დგება მით უმეტეს გაჩერებული გულის აღდგენის შემდეგ, დამერწმუნეთ ამას სიამოვნება არაფერი. რეანიმატოლოგიაში აღდგება გული თუ მალე უნდა აღდგეს სწორედ უგიანა და რა თქმა უნდა, ეგ თავისთავად. კეთილი, ანუ რაღაცა ესეთ სტერეოტიპული დამოკიდებულება იყო ჩვენს ბავშვობაში, ხო? დაახლოებით რომ კაცი არასდროს არ უნდა ტიროდეს და ექიმიც არასდროს არ უნდა ტიროდეს. აი, გიტირია, აი ჩესნათმენით ხარ, გულწრფელად მითხარი, აი, როდესაც გაჩერებული გულის ამუშავებაზე ვსაუბრობთ, აი, ყოფილა შემთხვევა, რამაც აი, შეიძლება შენ კოლეგას არ დაუნახავს არავის, მაგრამ შესულხარ და რაღაც ცრემლი წამოგვსვი. ემოციებია, ანუ ექიმი და მით უმეტეს ახლა რეანიმატოლოგიც ჩვენს ადამიანები ვართ, შესაბამისად ჩვენს ადამიანური ემოციები გვაქვს და კი რა თქმა უნდა ყოფილა მსგავსი რაღაცა. კი არა, არის შემიძლია გითხრა, რომ მე ყოველთვის თუ ვთქვათ რაიმე ესეთი მძიმე პაციენტი ვყავს და ვთქვათ მძიმე შემთხვევა მაქვს, აი ყოველთვის მივიყვება სახლში. არ არსებობს დამთავრებული სამუშაო დრო ჩემთვის. და ყოველთვის ამაზე მეფიქრება და მით უმეტეს თუ ეს რაღაცა ესეთ ძიმე ასე ვთქვათ დრამატულ შედეგად უნდა მიდის, არ არსებობს რეანიმატოლოგი მე არ მეგულება ჩემი კოლეგა რომელიც ამაზე გახსოვს ამ ბავშვების სახეები? ვინც დაკარგე? ვინც დაკარგე ყველა მოსს თითქმის ალბათ. ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ყოველთვის მათი ასე ვთქვათ გარდაცვალების შემდეგ ყოველთვის არის ფიქრი ძალიან ხანგრძლივი და ფიქრი იმაზე თუ რა შეიძლება და გაკეთებულიყო, რამე ხო არ შემეძლო რომ გამეკეთებინა განსხვავებულად. და რას გეუბნება ხოლმე შენი თავი, შეგეძლო? ჩვენ გავაკეთეთ მაქსიმუმი და ეს შედეგი ყოველთვის იმის განცდა ყოველ შემთხვევაში არასდროს არ მქონია რომ რაღაცა არ გავაკეთეთ.
ანუ ვაკეთებ ბოლომდე ყველაფერს, ვიბრძვით ბოლომდე. უბრალოდ, არის რაღაცა, როცა ცხოვრების კანონია, ხო, ზოგჯერ რაღაც გამოდის, რაღაც ვერ გამოდის, ზოგჯერ სასწაულებიც ხდება, აბსოლუტურად პესიმისტურად განწყობილ პაციენტი შეიძლება ისე კარგი დადებითი დინამიკით ბევრი. ბავშვებს აი ეგ მაგას ვამბობ ხოლმე სულ ეს მით უმეტეს ჩემ ახალგაზრდა კოლეგებთან, რომელსაც ეხლა იწყებენ ასე რა ვთქვათ, ჩემი დარგის იმას შესწავლას. ყოველთვის ვეუბნები ხოლმე, რომ არის რაღაცა გარკვეული ოქროს საათი და ბავშვთან თუ შენ ეს ოქროს საათი დაიჭირე, ხშირ შემთხვევაში ის წამოყვება. და ხშირ შემთხვევაში შენს ასე ვთქვათ ინტერვენციას მოყვება. ბავშვები არიან გონი გადარჩენისთვის ბრძოლაში, კი ბატონო, კი. აი განსხვავებით ვთქვათ დიდებისაგან და ასე ვთქვათ, ასაკოვანი პაციენტებისგან. გიორგი, აი რეანიმაციულ განყოფილებაში რომ მოხვდეს შენი ახლობელი ადამიანი, უმკურნალებს, შეძლებდი მის მკურნალობას? ზოგადად ეხა ჩვენი სამედიცინო ეთიკიდან გამომდინარე არ არის სასურველი. არ არის სასურველი, რომ შენ რაღაცა აქტიურ და როცა საუბარია ბავშვზე მით უმეტეს, შენი ემოციური მომენტი ალბათ ხელშემშლელი იქნება რიგ შემთხვევაში. რიგ შემთხვევაში ასე რომ ასეთ დროს ალბათ ჯობია რომ შენს ასე ვთქვათ კოლეგას მიანდო მისი მართვა. ანუ კიდევ ერთხელ ვამბობ, ხა კი თქვენ ახსენეთ რაღაცა რობოტი ადამიანები, ანუ რეანიმატოლოგიც ადამიანია. მასაც თავისი ემოციები აქვს და მით უმეტეს თუ საქმე ეხება შენს პირობითად შვილს და ის გიწევს რეანიმაციულ საწოლზე, მე არ მეგულება ადამიანი, რომელსაც ფსიქოლოგიურად თავს შეინახავს ისე რომ ცივი გონებით იმჟელოს რეანიმაციულ საწოლზე, როცა რეალურად კრიტიკული აზროვნება ჭირდება რეანიმაციულ პაციენტის მართვას. იქ სენტიმენტებისაგან დაცლილი უნდა იყოს. ისეთ დროს, როცა კრიტიკულად ჭირდება ინტერვენცია შენი მხრიდან. ფილმებში ნაჩვენები რეანიმაცია რეალურად ნამდვილი რეანიმაციისგან, სადაც შენ მუშაობ, განსხვავდება? ფილმებში ალბათ რაღაცები უფრო ესეთია, შეიძლება უფრო მეტად დრამატულიც. კი ბატონო, მაგრამ რაღაცა მომენტებში შეიძლება იმაზე მეტად დრამატული იყოს ჩვენი რეალური საქმიანობა, ვიდრე ფილმებშია წარმოდგენილი, ასე რომ ზოგადად რომ წავიკითხოთ, თქვათ, ხო, რეანიმატოლოგების საქმესთან დაკავშირებით, როდესაც ვსაუბრობთ ჩვენ ადამიანურ გადამწვაზე, აი ხო არის ამ არსებობენ პროფესორს, სადაც იწვევთ უბრალოდ რომ მე აღარ შეგიძლია. ყველაზე მეტად ეს გადაწვის საფრთხე ემუქრებათ ხოლმე იარში და რეანიმაციაში მომუშავე ადამიანს. ხშირად გეწვება ხოლმე ექიმები, ან შენ თუ ხშირად გადამწვარ ხარ? არ ვიცი რამდენად სწორად გაიგოს ამ ჩვენი მსმენელი. გულისხმობ იმას, რომ უბრალოდ მეტი ფიზიკური რესურსი აღარ გაქვს, რომ მუშაობა გააგრძელო, იმდენი გაქვს ნამუშევარი წინა დღეებში. ეს ჩვენი რეალობა ასეთი. ერთის მხრივ ამ ყველაფერს მარტო შრომის ხასიათი არ განაპირობებს, აქ სხვა გარკვეული საკითხებიც არის, ანუ მე პერსონალის სიმწირეც არის. ანუ ეს არ არის მარტო ის რომ ვთქვათ შრომა თვითონ მძიმე ხასიათის. შესაბამისად, კი, ხშირად გქონია მსგავსი რაღაც. და ხშირად გქონია და დღეს ვთქვათ ჩემ პროფესიაში დღესაც მორიგეობენ და მუშაობენ საკმაოდ ასაკოვანი ექიმები. ვთქვათ 70 წლის, 75 წლის რეანიმატოლოგები. შესაბამისად, კი, ყოფილა. რა თქმა უნდა, ყოფილა. მე იცი რა გამიგია კიდე რომ რეანიმაციაში თუ იმუშავებს ექიმი და მე სხვა სფეროში გადავა, ხო, სხვა მიმართულების ექიმი გახდება, ის ძალიან მაგარი იქნება ყველა მიმართულებით და ძალიან ბევრია ეგეთი ექიმი, რომლებიც რეანიმაციაში დაიწყეს, განსაკუთრებით პედიატრიულ რეანიმაციაში და მე სხვა მიმართულების ექიმები გახდნენ და ძალიან მაგარი ექიმები არიან, იმიტომ რომ რეანიმაცია მაინც არის რაღაცა ყველაზე ისეთი დიდი საწვრთნელი ბაზა. კი ბატონო. ექიმისთვის არა? რეანიმაცია არ არის მარტო თერაპია.
რეანიმაცია არის, თქვათ, ინტერვენციები, ასე თქვათ, ეგრეთ წოდებული მინი ინვაზიური, ანუ მინი ქირურგიული ინტერვენციები, რომელიც ასე გაძლევს ბევრ skills, ბევრ გამოცდილებას და შესაბამისად კი რა თქმა უნდა, იმიტომ რომ რეანიმაცია არ არის თქვათ რაღაცა ერთი კონკრეტული სისტემის მართვა. რეანიმაციაში გჭირდება ცოდნა ცალკე ნერვული სისტემის, ცალკე გულსიზრდათა სისტემის, ცალკე თქვათ ყველა სისტემას მოიცავს ფაქტურად რეანიმაცია და შესაბამისად თეორიულ და თერაპიულ ცოდნასთან ერთად გჭირდება თქვათ ამის სკილები, რომ შენ ეს გარკვეული ინტერვენციების თქვათ დრენაჟია თუ თქვათ რაღაცა მსგავსი რაღაცების ჩადგმა და ასე შემდეგ. ანუ ეს არ არის მარტო თერაპიული მიმართულება, ეს შეიძლება ითქვას, რომ სიმბიოზია ნაწილობრივ ქირურგიულისა და ნაწილობრივ თერაპიულისა და შესაბამისად კი რეანიმაცია იძლევა ძალიან დიდ გამოცდილებას და იქიდან გადასული ექიმი უკვე ნამდვილად სხვანაირად უყურებ ნოზოლოგიას და თქვა დაავადებას თავისი ერთი ისეთი მხიარული შეკითხვა მინდა დაგისვა. რას ფიქრობ იმ ადამიანებზე, რომლებიც რეანიმაციის გარდა ამბობენ რეამინაცია. ანუ მაგივრად, ნუს მაგივრად ნუს რო ამბობენ ხოლმე და ძალიან ხშირად ხდება ხოლმე ეგეთი ადამიანები, რომ გაიძახა რეამინაცია. ნუ რას ვფიქრობ, ცოტა ესეთი რაღაცა ძალიან მოხეშად ხდება ხოლმე ყურში. მინდა რომ აუძო განსაკუთრებით როცა მე პერსონალისგან არის ხოლმე მსგავსი ტერმინები წარმოდგენ. ხო, და ხშირად გინეკოლოგს ამბობენ. რეამინაცია. კი, ნამდვილად, მაგრამ ნუ ხა თვითონ უნდა ესმოდეს ალბათ ადამიანს რა აზრი არის რაღაცა ჩემი აზრით მისი განვითარების დონეზეც მოქმედებს ხო და განათლების დონეზე რო ხარ კარდიოლოგს რო ამბობს გინეკოლოგს რო ამბობს და რეამინაცია განსაკუთრებით ესეთი ძალიან გაღმაა ხო რეამინაცია ზოგადად ეს არის რეამინაცია კარგი ხშირად არღვევენ ხოლმე მაგ იმას ტერმინს არა და რო შეხედავ ყველგან წერია უყურე რა არის შენ რეანიმაციული საწოლი ახსენ და შენი განყოფილება რამდენ რეანიმაციულ საწოლზეა ამაზე რო ვისაუბროთ რამდენი ბავშვის ერთობლივად მიღება შეგიძლია ჩვენ ეხლა ამჟამად ვართ ასე ვთქვათ 6 რეანიმაციულ საწოლზე რომელიც სრულად აღჭურვილია თანამედროვე ინვენტარით, თავისი ვენტილატორებით, მონიტორინგის საშუალებებით. შემიძლია ვთქვა, რომ დღეს ჩემი განყოფილება ცალსახად პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს და დასავლეთ ჩვენ ვოპერირებთ ასე რომ ვთქვათ მთლიანად დასავლეთ საქართველოს ასე ვთქვათ სეგმენტზე მათ პაციენტებზე და შესაბამისად დღეს ფაქტიურად შეგვიძლია მივიღოთ და დავფაროთ ყველა სერვისი გარდა კარდიოთორაკალური ასე ვთქვათ მიმართულებისა ამ შემთხვევაში უშვებთ კი სპეციალიზებულ დაწესებულებაში ვთქვათ ამ მიმართულებით თუმცა დანარჩენი ფაქტიურად დღეს დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის ბავშვთა რეანიმაციულ ბავშვთა კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში სრულად არის ათვისებული ნეიროქირურგიაც მათ შორის იმიტომ რომ ტრამვები რაღაცას ამბობ იმიტომ რომ ადრე ხო ვთქვათ აი ეს ბავშვები რომლებიც რეანიმაციულ კურნალობას კრიტიკულ მედიცინის დეპარტამენტებში გადაყვანა საჭიროებდნენ მათი რეფერირება ხდებოდა ხოლმე რეფერირება თავისთავად ცუდი კი არ არის მაგრამ ამ რეფერირების დროს ადამიანები და პაციენტები კარგავდნენ ძალიან მნიშვნელოვან ოქროს დროს ხო და ეს გადარჩენადობის მაჩვენებელზე მნიშვნელოვნად რეაგირებდა ამიტომ მე მინდა რომ თვითონ თქვენი კლინიკის ხელმძღვანელობას მართლა ძალიან დიდი შრომა აღშადებული ამ ყველაფერში რომ ეს კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტი ყოფილიყო სათანადოდ აღჭურვილი და დღეს ამის საჭიროება ნამდვილად აღარ არის რომ მაგალითად დასავლეთ საქართველოში მოხდარი რამე მძიმე კრიტიკული შემთხვევა აბსოლუტურად თანამედროვე მეთოდების სამედიცინო მტკიცებულებებზე დაყრდნობით და მეთოდებით და თან ინფრასტრუქტურულად ძალიან გამართულია მენანახი თქვენი განყოფილება იმართოს ადგილზე და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ და მისასალმებელი რომ დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი მართლაც არის ერთ-ერთი ძალიან ძლიერი ცენტრი
ამ ქვეყნისა და მას ხელმძღვანელობას ხო პირადად როგორც ერთი რიგითი ექიმი მე მადლობას ვუხდი, იმიტომ რომ ძალიან დიდი შრომა და ძალისხმევაა ჩადებული ამ ცენტრის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის ამ ცენტრში რომ მოეყვანათ ძალიან ძლიერი სამედიცინო პროფესიონალები და მუდმივად ცენტრი ორიენტირებულია განათლებაზე და ასე შემდეგ, ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მუდმივად გავდივართ, ასე თქვა. ადამიანების გადარჩენის მაჩვენებლები ამ ცენტრმა მნიშვნელოვნად შეამცირა სიკვდილობის მაჩვენებლები მთლიანად რეგიონში. კი ბატონო, კი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ფაქტიურად გარდა იმ მომენტისა თუ ფიზიკურად საწოლის საშუალება, ასე ვთქვათ, რეანიმაციურ საწოლების საშუალება არ მაქვს განყოფილებაში ფაქტიურად დასავლეთ საქართველოსთან, თბილისში ტრავმა, ნეიროტრაუმა და ასე ფაქტიურად მათი რეფერირება ფაქტიურად აღარ ხდება. აი მინიმუმამდეა შემიძლია სრული პასუხისმგებლობით თქვა აღნიშნული დაყვანილი. მუდმივად გავდივართ განახლებას, მუდმივად ასე ვთქვათ ტექნიკურ აღჭურვას და ამ მიმართულებით აი მართლა შემიძლია თამამად შემოგიერთდეთ აღნიშნულში რომ თვითონ ადმინისტრაცია ძალიან დიდ ასე ვთქვათ წვრილს აკეთებს და დევს ამაში და მოუყვება ასე რომ ვთქვათ ექიმს იმ ყველაფერში რომ დღეს დავდოთ ის შედეგი რომელიც გვაქვს დღეს დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ბავშვთა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. გიორგი, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო. ვფიქრობ ძალიან საინტერესო საუბარი იყო, ძალიან ბევრი პრაქტიკული ნაწილიც გავიარეთ ჩვენ, განსაკუთრებით ანესთეზიის ნაწილში. შენი პროფესია კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არის ძალიან მძიმე პროფესია. და მე, რა ვიცი, რა მინდა გისურვო, რომ ნაკლებად მოგესმინოს კი არა და საერთოდ არ მოგესმინოს ეს რეანიმაციური ალარმის tune, როგორ არის ტონ, სიგნალი. არასდროს არ მოგესმინოს და ეს იმას კი არნიშნავს, რომ ჩვენ დაყრდნოდე პირიქით, უბრალოდ აღარ ჩართული იყოს ეს აპარატი არასდროს და ყველა შენი პაციენტი გამოჯამთელებული გენახოს შენ თვითონ და დაე როგორც ხდება ხოლმე რომ რეანიმაციის ექიმები პაციენტებს აღარ ახსოვთ ხოლმე ივიწყებენ და ყველას დავიწყებოდე, ამასაც გისურვებ და ეს ხმაც აღარ მოესმინოს, იმიტომ რომ გადაგერჩინოს ესე პაციენტები ძალიან ბევრი. მადლობა შენ რომ იყავი ჩვენი დღევანდელი პოდკასტის სტუმარი. მე მინდა გთხოვოთ რომ გამოიწეროთ ჩვენი YouTube-ის არხი, ექიმ მიკროფონთან დაალაიქოთ. ჩვენს თუ მოუწოდებს ჩვენს მსმენელს და მაყურებელს რომ გამოგვიწეროს, კარგი იქნება. გამოვიწეროთ არხი, დავალაიქოთ და ქუთაისს მივესალმები და დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრს და მე მინდა რომ ბევრი საინტერესო ექიმი მივიღო თქვენგან ჩვენს პოდკასტში. მადლობა რომ გიყურეთ, გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.